მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს პირველად გვექნება მთლიანად განხილვა იმ ბოქსების, რაც მაქვს მე. თქვენ ყველამ კარგად იცით, უკვე ძალიან ბევრი შორტსები შეგვდა, ძალიან ბევრი rilsები და იქ მე ყოველთვის განვიხილავ ხოლმე ერთ ან ორს მაქსიმუმ ბოქს რაც ჩვენ გვაქვს, ანუ შეგახსენებთ, ჩვენ გვაქვს სასაჩუქრე შამპურების ბოქსები, აი ესენი და დღეს მინდა დაგეთვალიერებინოთ, ესე იგი, თავიდან გაჩვენებთ ის რაც გვაქვს, რაც თქვენ იცით, გინახიათ, ბევრს შეიძლება არ ინახოს და საინტერესო იყოს, მაგრამ ბოლოში გაჩვენებთ იმ სიახლეს, რაც გვაქვს ჩვენ და ეხლა მინდა დავიწყო ყველაზე იაფიდან და ავიდე ზევით. პირველ რიგში ეხლა გაჩვენებთ ჯერ 200 ლარიან ბოქს, რას წარმოადგენს, როგორია და რატომ უნდა იყიდოთ ჩემი ბოქსები თქვენ და რატომ უნდა გააკეთოთ არჩევანი სწორედ ამ ბოქსებზე. ნახოთ, დავიწყოთ. ეს არის 200 ლარიანი ბოქსი, არის ნახეთ, აი ესეთი ზომის, ანუ შეგახსენებთ, რომ ყველა არის სხვადასხვა ზომის ბოქსები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კომპლექტაცია არის სხვადასხვა, რაც შეეხება ხარისხს, ყველა არის უმაღლესი ხარისხი, ყველა არის თანაბარი. ეხლა დავიწყოთ unboxing-ი. ესე იგი, ეს არის 200 ლარიანი ბოქსი. გაჩვენებთ, აქ შედის 4 შამპური, 4 არყიჩიკა, 1 დანა, ჩანგალი და შტოპორი. ესე იგი, რაც შეეხება დანას, დანა არის ძალიან ბასრი. აი, უზომოდ ბასრია რა. გამოვიღებთ, გაჩვენებთ. აი, ესეთი დანებია, პროფესიონალური, ადვილად ილესება, არის ძალიან ბასრები და ძალიან გამომდგარი. მე თვითონ ხმარობ ამას, ამ დანას კონკრეტულად და ძალიან გაყოფილი ვარ. ხო. რაც შეეხება ხარისხს, შემიძლია თამამად თქვა, რომ ხარისხით არის ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში. ეს იყო 200 ლარიანი ნაკრები. ნახეთ, ხო, შამპურსაც ამოვიღებ, შამპურსაც გაჩვენებ. აი, ნახეთ, აი ესეთი შამპურებია. ძალიან კარგი, მაღალი ხარისხის და ძალიან გამძლე. ეხლა ესეთ ფორმატში ვიდეოს ჩაწერას მომჩეული მაინც და მაინც არ ვარ, მაგრამ ვეცდები, რომ გამოვიდეს ძალიან საინტერესო. ეხლა კი გადავიდეთ 300 ლარიან ნაკრებზე. 300 ლარიანი არის, აი ესეთი ბოქსია, ცოტათი დიდია იმაზე, ესე იგი გაჩვენებთ. აი ეს, ხო? და რა სხვაობაა ზომაში. ნახავთ თქვენ. დარწმუნდებით. არის ცოტათი დიდი. აი ესეთ სხვაობაა. სადღაც 3-4 სანტიმეტრია სიგანეში, სიგრძეში თანაბარია. და ახლა დავიწყოთ ამის unboxing-ი, თუ გაინტერესებთ. ესე იგი, 300 ლარიანი ბოქსი, გაჩვენებთ. აი ესეთია. და შიგნით არის უკვე 6 შამპურით, 2 დანა, ფანარი და 4 არყის ჭიქა. აი ესეთი, შტოპორი წევს. შტოპორი და ჩანგალიც აქვს. ეხლა გადავიდეთ 420 ლარიან ბოქსზე, რომელიც დღეიდან გაიყიდება 400 ლარში. გაჩვენებთ. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი. ეს უკვე რა თქმა უნდა იმაზე დიდია. ესე იგი შევადარებ 300 ლარიან ბოქს, ამის ზომებს, ნახეთ, სიგრძეშიც უკვე სხვაობა აქვს და სიგანეშიც სხვაობა აქვს. ესე იგი, რა შედის ამ ბოქსში? ეს არის 420-ის ნაცვლად 400 ლარიანი ბოქსი. ამებს ესენი ჩვენ ძალიან ბევრი გავყიდეთ 420 ლარებში, მაგრამ ესეთ მაისია და ესეთ ხასიათდება და. ესე იგი, რა შედის ამ ბოქსში? ამ ბოქსში შედის 6 შამპური, არყის ჩაცმელი, 4 არყის ჭიქა, 2 ის დანა, მესამე დანა, იქ არის სახსნელი დანა. ეხლა არ მინდა ამ დანის დემონსტრაცია, იმიტომ რომ შეიძლება ვიდეო დაბლოკონ. ფანარი და ეს ჩანგალი და შტოპორი. ესე იგი, და დამატებით რა? ამას აქვს მაყალი. აი ესეთი რამეა. 2 ცალი აქვს ესეთი, ჩაარჭობთ მიწაში აქეთ იქიდან და ზედ დაადებთ ესე შამპურს. აი ესეთი სილამაზია. ნახეთ ხო? ძალიან კარგი. ეხლა კი გადავიდეთ ყველაზე ჩემს საყვარელ ბოქსზე. მე ძალიან მიყვარს. ვიდრე მე ის ვიდეოს მანქანაში. როდესაც დავდივარ სანადიროდ, სათევზაოდ. ეხლა არის ჩემი ყველაზე საყვარელი ბოქსი, ასე ვთქვათ. ეს ზომაში იგივეა როგორც ის 420 ლარიანი, რომელიც 400 ლარში იქნება უკვე და ეს ბოქსი ღირს უკვე 450 ლარი და ამაში ნამდვილად არის უკვე ყველაფერი იმისთვის, რომ წახვიდე ბუნებაში, არაფერი არ აქედე. ეს არის 450 ლარიანი ბოქსი. აქ არის ეს 2 დანა, რომელიც იქ თითქმის ყველაშია,
არყის ჩასასხმელი, არ ვიცი არყის ჩასასხმელი რატო დევს, ხოლმე მე მომწონს რა, ზოგი არის რომ ღვინო არ უნდა და ცოტას მონადირეებში გვაქვს ხოლმე, სიმართლეს გეტყვით, ოჩონ პიტრეს ადგილზეა. ნადირობის დროს. ეს ღვინის ჭიქები, 4 ჯამი, ხორცის დანა, ესე ვეძახით ხორცის დანა, манипуляტორი, აქ ჭრილებია სპეციალური ესეთი, რომ ანუ შამპური თუ ეს ცხელი რო აქედან რო ჩავლო და გადასციო. 6 შამპური დევს და რა თქმა უნდა მაყალი. ეგ არის. ძალიან მაგარია. ემოციური დატვირთვა ამ ყველაფერს აქვს ძალიან მაგარი. ესე იგი, არის ძალიან მაგარი სასაჩუქრე, ჯერ მე ადამიანი არ ვიცი, მე ძალიან ბევრი მაქვს გაყიდული და ძალიან ბევრი უკავშირია ხოლმე მიგზავნიან ვიდეოებს, როგორ ახარებენ თავიანთ საყვარელ ადამიანებს და ოდიშით ზოგადად როგორი მაგარი საჩუქარია. ანუ ჩვენ ცხოვრებაში არ არსებობს რომ ადამიანი გააკვირო რამით და აი რამე აჩუქო, რამე გაჯეტი აჩუქო თუ ესეთი რამე, მაგრამ ამით იყავით დარწმუნებული რომ ის ადამიანი რომლისთვისაც გინდათ გააკეთო საჩუქარი იქნება გაკვირვებული და გაკვირვებული პოზიტიურ კონტექსტში რა თქმა უნდა. ასე რომ სწორი არჩევანი თავარია ჩვენ ცხოვრებაში. ეს იყო 450 ლარიანი, ეხლა გაჩვენებთ 500 ლარიან ბოქს და აი მაგის შემდეგ კი მე თქვენ გაჩვენებთ იმ სიახლეს, რა სიახლეს გვაქვს. დარჩით ბოლოდ და ვინც ეხლა აქამდე დარჩა, ნახავს იმ ბოქს, რომელიც მაქვს გამზადებული. ეხლა გადავიდეთ ტოპ გაყიდვებში, ყველაზე მეტი რომელიც იყიდება, ყველაზე მოთხოვნადი რომელიც არის, ყველაზე გაყიდვადი, ყველაზე მოთხოვნადი და ყველაზე მეტი ბოქსი რომელიც წავიდა, იცით რომ ხალხში დიახ სწორია, ქუთაისში. 500 ლარიანი ბოქსი. ახლა და ამას თქვენ გაჩვენებთ, აი ესეთი. ესე იგი, ამაში შედის 10 შამპური, კიზლარის ხელთნაკეთი დანა, ეს არის ხელით გაკეთებული დანა, ნახეთ, ძალიან მაგარია. ესეთი მგლებია ხატია. ძალიან მაგარი ესეთი ხე. ძალიან მაგარი დანა. აქტებს, ნუ ეს ჩვეულებრივია, ესე იგი, ღვინის ჭიქები, ჯამები, ნაჯახია. ნაჯახი არის სრულფასოვანი. ნახეთ, ძვლების დამტვრევა გინდათ იმ ხორცზე, შეშის დაჭრაც, ანუ საკმაოდ მძიმეა და მთლიანი ის არის რა, რკინა, ეს რკინაა და ზემოდან ესე ხისტარია ლამაზად გაკეთებული. ნახეთ. ეს ნაჯახი დევს. ფრინველის შამპური, ზოგი მეკითხები ფრინველის შამპური რა არის? ნახეთ, აი ეს არის ფრინველის შამპური. ანუ ამაზე ფრინველს წამოაცვევთ, არც იქით გადატრიალდება, არც აქეთ, სხვათა შორის თევზის შესაწველადაც ძალიან მაგარია. აი ეს შამპური მოსდევთ, კოლზები და ჩანგლები. ეს არის 500 ლარიანი ბოქსი. სხვათა შორის ვაგზავნით ყველგან ევროპაში. თითქმის ყველა ქვეყანაში ვაგზავნით, ვაგზავნით ამერიკაში. უსადმე ხელი მიუწვდება ჩვენ საქართველოს პოსტას ან რამე სხვა გზავნილებს, რომლებიც მიდის საქართველოდან, ვაგზავნით ყველგან. ხო, ეხლა კი გადავიდეთ თავარი, სიახლეზე. და მე თქვენ გეტყვით, ძალიან მაგარი ფასია. ამაზე ძვირია, რაც ეს არის, ძალიან საუცხოოა, ესეთი რამე არ ყოფილა, მე მანამდე მქონდა რამოდენიმეჯერ მქონდა ნანახი ვიდეოში და ძალიან მინდოდა რომ მე ვქონოდა და როგორც იქნა, ამას მივახციე. მზად აი, ესეთი ყავის, ესე იგი, ეს არის სუფთა ტყავი. სუფთა ტყავით შესრულებული, ძალიან სქელია და ძალიან მაგარი. ეს რო გითხრათ, ახლა ჩვეულებრივ 6 შამპური დევს, მაყალი მოსდევს, მაგრამ ძვირია და რატომ არის ძვირიო? ბევრი კითხულობს რა არისო, მანდო ისეთიო რა, ძვირიო. ჯერაც ერთი. ტყავი. მე ვიყიდე, ჩანთა ვიყიდე, შევაკერინე ერთ-ერთ ბათუმის სპეციალისტს, ძალიან მაგარი ბიჭია, სხვათა შორის და ის ჩანთა იყო შეკერილი, აი ამის ნახევარი მასალით, რაც ეს არის. ხო და გადავიხადე 300 ლარი. საფულე ვიყიდე, იგივე კარგი ტყავით შეკერილი, 250 ლარი გადავიხადე. ამ ყავით ის საფულე გამოვა ალბათ 5 წელი. ხო, ეგ ერთი. მეორე, ეს გეუბნებით რატომ ღირს ესე ძვირი. მეორე არის ხელთნაკეთი დანა. ესეთი დანა ცალკე რო იყიდე, კიზლარის დანა, სპეციალისტებმა იციან, ასევე ამას მოსდევს. იგივე კიზლარის ესეთი საკეპი, საკმაოდ ძალიან მაგარი, ეს არის ტყავის იმებში ზის, თავის ჩიხოლებში. კიზლარის საკეპი. სპეციალისტებმა იციან კიზლარი რა არის და რას წარმოადგენს. ასევე აქ არის. ნუ ეს არყის ჭიქები და ეს ჯამები, ხო ყველა მიცით, ეს
ესეთი გასახსნელი აქვს. ბავშვობაში ჩანთები ხო გქონდა? ესეთი ცხაპუნებზე რო იყო, ხო? აგდებს 6 შამპური და მაყალი. ამას აღარ გავხსნი უკვე და აი ესეთი რა. ასე რომ მე ამ ვიდეოს ქვეშ მივთითებ აღწერას, მივთითებ ჩემ კონტაქტებს, როგორც შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და შემიძლია გამოვაგზავნო ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერ სოფელში, სადაც არ უნდა იყოს საქართველოში. ყველგან შესაძლებელია 2 სამუშაო დღეში მოვიდეს თქვენთან და რაც მთავარია, შეგვიძლია გავაგზავნოთ საზღვარგარეთ ნებისმიერ ქალაქში, სადაც ხელი მიეწოდომება საქართველოს პოსტა იქნება თუ სხვა გზავნილები. ასევე ვაგზავნთ ამერიკაში. ამერიკაში ვაგზავნთ ჯიფლექსით, სჭირდება 10 დღემდე რომ საქართველოსთან თქვენამდე მოვიდეს ეს ბოქსი. და ბოლოში არ დაგავიწყდეთ გამოწეროთ ჩემი გვერდი YouTube-ზე.